სალამს გისურვებთ მეგობრებო. დღეს ჩვენ ვარეაქტებთ კინოცოდვას, ვაგრძელებთ და ეს არის უკვე მე-6 ეპიზოდი, რომელიც არის ლოგანზე. ჩაუჯდეთ ერთად, ვისაც ნანახი არ გაქვთ, უეჭველი ჩაუჯექით, აი უეჭველი გაგიწორდებათ და ვისაც ნანახი გაქვთ ძალიან დიდი ხნის წინ, კიდევ ერთხელ ჩაუჯდეთ და ვნახოთ რა. ხო, ამავდროულად არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, 500-ზე სულ რაღაც 800 გამომწერი გვაკლია და შესწრეთ subscribe-ს, ვისაც არ გეზარებათ და თან ვისაც მოგწონთ ხომ მithumedes დამასubscribe-ეთ, რომ არ გამოტოვოთ ვიდეოები და კინოცოდვის არხის აღწერაში იქნება და აუცილებლად ვისაც მოგწონთ კინოცოდვა გადადით და გამოიწერეთ. დავიწყოთ ახლა და შევაწვინოთ რა. ოპა. მოგესალმებით. ეს არის გადაცემა კინოცოდვა. მე პირონერუს არ ვიცი კაროჩი. დღეს განვიხილავთ ფილმს ლოგანი. გახმა მაღალია მე. ცოტა დაუწევ რა. მაგარი სტარტია. ყველაზე პიკი სტარტი აქვს კინოცოდვას რა. მაგრად ტეხავს, როცა ვუყურებ ამ უნიკალური უნარების მქონე მუტანტს, რა ყლეს სამსახური აქვს. ყოველდღე ვირრივით მუშაობს, რომ იახტისთვის ფული შეაგროვოს. რა საცოდაობაა? არადა ამ უნარების მქონე კაცს არ გაუჭირდებოდა კრიმინალური ბანდის შეკვრა და რამდენიმე ბანკის გატანა. ლოგან, შებებე რომ გელო, დაბერდი და დაყლევდი არა, რავა კანონმორჩილ ფინიად გაქციეს. ფილმი ჯერ არ დაწყებულა და სცენარისტები უკვე ნერვებს მიშლიან. გაუგებარია ეს ბანდა საბურავების ქურდობით რატო ირჩენს თავს, როცა გაცილებით შემოსავლიანი საქმის მოხდვა შეუძლიათ. დაიჭირეთ ეს სულს. აბა რა, დაიჭირეთ, გაწიხლეთ, მოკალით. მათ წინაშე მდგარ კაცს ტყუიები არ კლავს და დავიჯერო ამ სირებს მართლა გონიათ რომ ლოგანს ცემით მოკლავენ? აბა რა, მოჭრილი ხელი უეჭველი გაისრის ჩემ მამზემ. ისა ჯონი? ხორაიყო ბოს. ჰოლივუდში დარეკე? ლოგანის სცენარისტები გადამიკუზონ. ფილმში მოვლენები 2029 წელს ვიტარდება, თუმცა ვხედავთ, რომ ავტომწარმოებლებმა 2017 წლის შემდეგ ახალი მოდელების შექმნაზე ხელი აიღეს. ფილმში მომავლის შეგრძნებას კრაისლერის მახინჯად ფუტურისტული დიზაინის ლიმუზინი და არანაკლებ მახინჯი თვითმავალი სატვირთოები ტოვებს. 54-ზე 3 მკვდარი ლათინოსი იპოვეს. რატომ 3? ლოგანმა ზუსტად 4 კაცი ჩააძაღლა. აი პირველი, ეს მეორე, ეს მესამე და ესეც მეოთხე. ერთხელი არ ქონდა, მეორეს კი ფეხი. მოიცა, ფეხი არ ქონდა? ლოგანს ჩხუბში ფეხი არავისთვის მოუჭრია. დოქტორი ლოგანი მხოლოდ ხელების ამპუტაციით იყო დაკავებული. თუმცა საბურავის კვალი იპოვეს, რომლებიც 24-იან კრაისლერს ეკუთვნის. და ეს მე მგონი 24-იანი კრაისლერია. ამ ქალაქში მხოლოდ ლოგანი დადის 24-იანი კრაისლერით, ან ამ მოდელის მანქანების საბურავები თითის ანაბეჭდივით უნიკალურ ნაკვალევს ტოვებს? ჯონი? დიახ, ბოს. ჰოლივუდი ისევ ხაზია? კი, ფასი არიან. ლოგანის სცენარისტებს ამჯერად პირში მიცენ. გუშინ მითხრა რომ ვიღაცას ალაპარაკობს. მეგონა რომ ავზი ბარიერი იქნებოდა. სერიოზულად, მოიცა, იფიქრეს რომ სოფლიოში ყველაზე ძლიერი ტელეპათიური უნარების მქონე მუტანტის ძალებს ეს დაჟანგული და დახრეტილი ცისტერნა დააკავებდა? ეს რა მეთოდებით დაადგინეს? როგორ განსაზღვრეს? გარდა ამისა, ლოგანს და კალიბანს ცალ-ყვერზე კიდიათ ის ფაქტი, რომ პროფესორი ქსავიერი ცხელი მზის ქვეშ მიგდებულ ამ რკინის ცისტერნაშია გამოკეტილი, სადაც წესით საუნასავით უნდა ცხელოდეს. თანაც ნაშობისა და ინტერნეტის გარეშე პროფესორი ალბათ ჭკუიდან გადადის. ლოგანი ქსავიერს მარჯვენა სავარძელზე სვამს. მომდევნო წამში პროფესორი მარცხენა სავარძელში აღმოჩნდება. რამდენიმე წუთში გვერდითა სავარძელზე ზის. ბოლოს კი უკანა სავარძელზე. ამ კაცს რა არასვენებს ვერ ხვდები. ტრაქში რა ციცაკ აქვს ამოსმული? ჩარლზ ხავიერ. დამნაშავე, რომელიც 80 წელს გადაცილდა. სხვათა შორის 90-ის ვარ. პროფესორო ჩარლზ ქსავიერ, შენ 1932 წელს დაიბადე. ახლა კი 2029 წელია. და შესაბამისად 97 წლის ხარ. და არა 90-ის, შებებერო აფერისტო ყუანავ. შენ თქვი ცოცხალი ან მკვდარი? ლორას ცოცხლა დაყვანა რა შეფეხებად უნდათ. მუტანტი ბავშვების პროექტი ხომ ჩაფლავდა და ყველა ბავშვის დახოცვა ანაბრძანები. ამ მომენტისთვის ლორა და სხვა მუტანტი ბავშვები ლაბორატორიიდან გაქცეულები არიან. გაუგებარია, სახიფათო ინდივიდის ესოდენი რისკის ფასად ცოცხლა დაყვანა რა საჭიროა, თუ მაინც მათ განადგურებას აპირებენ. და თუ მაინც ცოცხლა დაყვანა გინდათ, მაშინ სად არის თქვენი ბადეები, ელექტროშოკერები და ტრანკვილიზატორები?
ის რასაც გაჩვენებთ, საიდუმლოა. ამ ქალმა ლაბორატორიის საიდუმლოებები ტელეფონით გადაიღო, შემდეგ სამსახურიდან გაიქცა. ვიდეო რგოლი გაახმოვანა და დაამონტაჟა. ეს ქალი ექთანია თუ ჟურნალისტი? რატო გვაყლევებთ? რომელ გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში მისცემენ მომსახურე პერსონალს პირადი ტელეფონით ასე თავისუფლად სარგებლობის უფლებას? გვეუბნებოდნენ, რომ ფარმაკოლოგიურ კვლევაში მონაწილეობდით. მაცულელები და საწყლები ვეგონეთ და ფიქრობდნენ, რომ ვერაფერს ვერ მივხვდებოდით. ანუ ლაბორატორიის ხელმძღვანელობას მიაჩნდა, რომ მექსიკელ ექთნებს თუ დაიქირავებდა, ისინი აი ამის და ამის ნახვის შემდეგ გულწრფელად დაიჯერებდნენ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ უახლესი თაობის მედიკამენტების ტესტირება იყო. ყველაზე მეტად ისმაოცებს, რომ მუტანტების შემქმნელი სამხედრო ორგანიზაცია მედდების მეთაურობით დაწყებული მოზარდების ამბოხის ჩასახშობად მზად როგორ ვერ აღმოჩნდა. ეს ძალიან ცნობილი ფილმია, ლორა. თითქმის 100 წლისა. პროფესორი ქსავიერი და ლორა უყურებენ ფილმს შეინი, რომელიც 1953 წელს გამოვიდა. ფილმი ლოგანი კი 2029-ში მიმდინარე მოვლენებს მოგვითხრობს. ფილმს, რომელიც 1953 წელს გამოვიდა, 2029-ში 76 წელი შეუსრულდება და არა თითქმის 100. შებებრო ახვარო. ბიჭო, ისე ეგეთ ელემენტარულ შეცდომებს როგორ უშვებენ? აი, წარმოგიდგენ ამ ხედა ფილმს აკეთებ, ხო? აი, წლოვანებები და რაღაცებში როგორ უნდა აირიო რა. მაგრამ რეალურად ეხა მაგას არავინ არ უკვირდება, ეხა კინოცოდვა აი მან ჩაჭრილი აქ რომ რაღაცა იპოვოს და მაგიტო ნახულობს, მაგრამ მაინც რა, ეხა ამ ხედა ფულს იხდი ამ ფილმის წარმოებაში გაკეთებაში და ელემენტარული შეცდომებიც ის კი დაფიქსებარებ რა. პირს მორიგი ნერვული შეტევა ემართება და ორგანიზაციის სპეცნაზი მაშინვე შეშტება. ვიცით, რომ ქსავიერი ადამიანის გონებაზე ახდენს ზემოქმედებას. სწორედ ამიტომაც გაშეშდა ეს ხალხი. ამ ტიპებს ლოგანი თავებს უხრიტავს და შესაბამისად მათი ტვინი მკვდარია. ისინი მკვდრები არიან, თუმცა დაბლა რატომღაც არ ვარდებიან. ისიც ვიცით, რომ ქსავიერს მკვდარ ტვინზე ზეგავლენა არ შეუძლია. ჩაძაღლებული სპეცნაზის მებრძოლები მხოლოდ მას შემდეგ ვარდებიან დაბლა, როცა ქსავიერს შეტევა გაუვლის. მიჩნდება სამართლიანი კითხვა. What the fuck is this? ლორას ფეხებზე არსებული ბრჭყალები შესაძლოა მისი გენდერით იყოს განპირობებული. სულაც არა. ანგარიშში გარკვევით ეწერა, რომ ლორას კლანჭები ხელოვნურად ჩანერგილი ადამანტიუმის იმპლანტებია, ასე რომ მის ფეხებზე არსებული კლანჭები ქირურგის მატრაკვეცობაა და მეტი არაფერი. რომების ოჯახში ქალი ნადირობს და ზრუნავს ოჯახზე. სასიამოვნოა. წინა ბრჭყალებს ნადირობისთვის იყენებს. უკანას კი თავდაცვისთვის. უკანა კლანჭებს მდედრი ლომი ზედაპირზე უკეთ მოჭიდებისთვის და მონადირებული ნადავლის დასაგლეჯად იყენებს. საინტერესოა, მდედრმა ლომმა უკანათათების კლანჭებით ვისგან ან რისგან უნდა დაიცვას თავი. ამისგან ხომ არა? აი მე აქ ვერ დაგნებდები ბიჭო. მინამ ხელად ვაჭირ ვერ დაგნებდები. მოგენაცვალე. ეს ბავშვები ტრანსგენის ლაბორატორიაში დაიბადნენ. ისინი აქ დაიბადნენ და არასდროს არ გადიან აქედან. არასდროს. მათ არასდროს უნახავთ არც მზე და არც ოკეანე, არც წვიმა და არც თოვლი. ესე იგი ლორამ მთელი ცხოვრება ჩაკეტილ ლაბორატორიაში გაატარა. მაშინ გაუგებარია როგორ მოახერხა 11 წლის გოგონამ ავტომობილის მართვა და გონდაკარგული ლოგანის საავადმყოფოში მიყვანა. თუ მანამდე არც კი იცოდა რა იყო ავტომობილი და როგორ უნდა ემართა ის. ლოგანის კლონი X24 ლოგანს თავს არ ესხმის. რატომ? კაცმა არ იცის. დავუშვათ იმათ ერჩის, ვინც წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ წოლიარე მოხუცი რატომ ჩააძაღლა და ფერმერები სამწვადე ხორცივით რატომ აჩეხა? მოდით ავად ფილმის რეჟისორს ჯეიმს მენგოლდს ვკითხოთ. ბატონო რეჟისორო, იცით თუ არა X24 ლოგანს თავს რატომ არ ესხმის? ვიცი. და იქნებ ჩვენც გითხრათ. არ გეტყვით. სამურავის ჩონჩხი მსოფლიოში ყველაზე მტკიცელი თონის ადამანტიუმისგან შედგება, თუმცა ფილმში ორ ყველაზე წინააღმდეგობრივ სცენებს ხვდებით. პირველს და მეორეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ადამანტიუმის ჩონჩხში უდედის მტყნელესად ალესილი რკინაც კი ვერ გაივლიდა. მით უმეტეს მიგდებული ხის ჯირკის ბასრი ნაწილი. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ეს მუტანტი ბავშვები ლაბორატორიიდან გაქცევის დროს თავიანთ სუპერძალებს აქტიურად იყენებდნენ. ახლა კი შეშინებულები ცდილობენ სპეცნაზს გაექცნენ და ბევრი მათგანი ტყვედვარდება. თავიანთ ძალებს კი განსაკუთრებულ მომენტებში ავლენენ. ბიჭო, ამ ბავშვებს მთელი ცხოვრება ბრძოლისთვის ავარჯიშებდნენ. მათ თავისუფლად
არ შეუძლიათ ორგანიზაციის დაქირავებული მებრძოლების განადგურება და რავატრაციანი ხარები ვიდგარბიან. მხოლოდ ლორამ, მარტომ, ლამის მთელი ბატალიონი ამოჟლიტა და გაუგებარია ერთობლივი ძალებით მტრის წინააღმდეგ რატომ არ მოქმედებენ. ღმერთო, ის მუტანტია, მას სუპერ ძალები აქვს. ჩვენ ბეთს შევეცით, ჩვენ ბეთს. გაოცებულები ფიქრობენ ტიპები, რომლებსაც მუტანტების დასაჭერად სპეცმომზადება აქვთ გავლილი და წესით მუტანტების სუპერ ძალების შესახებ ინფორმირებულები უნდა ყოფილიყვნენ. ანუ ამ დროს უნდა ისროლოთ და მერე დასვათ კითხვები. თქვენ სიროებო. ო, ბეშული იყო ეს რა არის. ებიჭო, გადატერე და გააცალე მაგ პატერაპოს თავია. რა გამოგაშტერა. ბავშვებო, ლოგანს ეგეთი ყლეობა მომენტები ფილმში ყოველთვის მეზღებოდა ხოლმე. სადღაცა თნი მაინც იქნებით და თავისუფლად მოერეოდით. არა? სამურავს ადრე ადამანტიუმის ტყვია თავში რამდენჯერმე ისროლეს. მან მხოლოდ გონება დაკარგა. ახლა კი მის იდენტურ კლონს თანაც ახალგაზრდას თავი გაზაფხულის ვარდივით გადაეფურჩქნა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ადამანტიუმს არ შეუძლია ადამანტიუმის გახრედა. ეს ხომ იგივეა, რომ ხის სულმა ხეების შრა დაიწყოს. X24 ლოგანისგან მარჯვნივ დავარდა. სცენის მომდევნო რაკურსით ჩვენებისას X24 აღარ სადაა. ჯონი დიახ, ბოს. ჰოლივუდი ისე ხაზია, ხო? კი, ბოს. სცენარისტებს ეყოფათ, ამჯერად რეჟისორი გადაკუზონ. ჯონი მაგარიტი. მაშინ დაალაიქე, გაუზიარე მეგობრებს, გამოიწერე არხი და დატოვე კომენტარი. ძალიან კაი. მომავალ შეხვედრამდე. ძალიან ტოპია, კაროჩე, აი ძალიან ასწორებს. ვახ, ძალიან გაასწორა. თუ გისწორდებათ მეგობრებო, გლიჯეთ ლაიქს აუცილებლად რა და ასევე კომენტარებში დაწერეთ, რომ გავაგრძელოთ და რაღაცა ბოლომდე დავარიაქვთ. მომეცით мотиваცია, რომ ბოლომდე დავარიაქვთ ყველა რა. მარტო ყურებას ხო ჯობია, რომ ვიღაცასთან ერთად ჩაუჯდე რა, თან ჩვენ მე მოკაიფეკასთან ერთად რა. რა, კაი. აი მეგობრებო, დაგემშვიდობებით ახლა. შემდეგი უკვე მე-7 ეპიზოდი იქნება გაგრას აგერა მოვაგდოთ ეგან დოქტორი სტრეინჯი და მაგასაც შემოვაწმენთ რა ვეცები მაქსიმალურად რომ ყოველდღიურად დავდო ხოლმე ახალ-ახალი რეაქტები რა ამ შემთხვევაში კინოცოდვის და ისე ყველა ახალი რაღაცა პროექტი თუ რამე დაიდება ყველაფერს შემოგიწვენთ ხოლმე აუცილებლად ეგრევე რა აბა მაგრად იყავით გაკოცეთ ყველას რა